ტურიზმის პოპულარიზაცია და განვითარება. საქართველოს ტურისტული პოტენციალი ჰელსინკის საერთაშორისო გამოფენაზეა წარმოდგენილი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ფინეთში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მათკა 2025 მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე წამყვან ფინურ და ჩრდილოეთ ევროპული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებთანაც თანამშრომლობის გაღრმავებისა და ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. Ქონდა აქტიური შეხვედრები და დაგეგმილი გვაქვს დარჩენილ დღეებში აქტიური შეხვედრები როგორც ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან, ასოციაციებთან, ღონისძიებების და ბიზნეს სექტორის ერთობლივი პროდუქტიული მუშაობისთვის ვფიქრობთ, რომ 2025 წელი ბევრად უფრო წარმატებული იქნება. აღნიშნულ ბაზარზე ვიდრე ვთქვათ, წინა წელი იყო, შესაბამისი მიზნებისთვის გარკვეული აქტივობები იგეგმება. ფინეთის ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებსა და ქართველ კოლეგებს შორის შეხვედრა გაიმართა. განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები. ბევრი შესაძლებლობებია და ჩვენ ვიმსჯელეთ, როგორ უნდა განვავითაროთ თანამშრომლობა. ფინეთში დიდი ინტერესია საქართველოსადმი. პანდემიამდეც საქართველო ძალიან ტრენდული იყო. ფინელები საქართველოში მოგზაურობით დაინტერესებულები არიან. აინტერესებთ სრიალი, ზღვის სანაპიროების მონახულება და სათავგადასავლო ტურიზმი. მე მარკეტინგულ კომპანია ავიარებს წარმოვადგენ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი კომპანიაა და 47 ქვეყანაში ოპერირებს. ჩვენ განვიხილავთ, თუ რა შეიძლება შევთავაზოთ საქართველოს. ვსაუბრობთ თანამშრომლობის შესახებ, ჩვენ შეგვიძლია მოვაწყოთ დიდი ღონისძიებები და როუდ შოუები. ფინეთში უდიდეს გამოფენაზე საქართველოს სპეციალური ტურისტული სტენდით არის წარდგენილი, სადაც სტუმრები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. ტურისტული კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ფინეთიდან დიდი ტურისტული ნაკადია მოსალოდნელი, რადგან მათკას გამოფენაზე საქართველოსადმი ინტერესი განსაკუთრებით დიდია. ყველა მიცის საქართველოს შესახებ, ყველას სმენია, ყველა მიცის ხაჭაპური, ფურჩხელა და ყველას უყვარს და აქვთ დაინტერესება. ბევრი სტუმარი მოვიდა, რომელიც ამბობდა, რომ უკვე ვიყავი, მაგრამ კიდევ უნდა მოვიდე აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან მიყვართ თქვენი ქვეყანა. უამრავი ხალხი დადის, ბევრ გამოფენებზე ყოფილი ვარ და ბოლო წლებში ამდენი ხალხი არ მინახავს. იყო ეხა მაგალითად შეხვედრები შედგა, სადაც ჯგუფებით წამოსვლით დაინტერესება არის. მე ვფიქრობ, რომ მომავალში აუცილებლად გვეყოლება ფინეთიდან ბევრი ტურისტები. მათ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აქ ჩამოდიან არა მარტო ფინელი ტუროპერატორები, არამედ სკანდინავიის სხვა ქვეყნებიდანაც და მათ შორის ესტონეთიდან, დღეს მოსულები იყვნენ ლიტვიდან. ინტერესი არის ზოგადად. საკმაოდ დაინტერესებულები არიან, უფრო ინდივიდუალურად არიან დაინტერესებული. თვითონ ფინელები მოდიან ძალიან ბევრი, შედარებით უფრო ასაკიანი ხალხი არის და უნდათ საქართველოში ძირითადად კულინარიული ტურებით და სათხილამურო კურორტებით ინტერესდებიან. ამიტომ ესეთ რაღაცებს თავაზობთ, რომ ადგილზე აუწყოთ ტურები. საერთაშორისო გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორთან და სახელმწიფო უწყებებთან ერთად იმყოფება. მათკა 2025-ზე ქართული და უცხოური კომპანიების წარმომადგენლები აქტიურ შეხვედრებს მართავენ და თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე საუბრობენ. მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ფინეთშიც დავესწროთ ტურისტულ გამოფენას. ფინეთის მოსახლეობა საქართველოს ახსოვს, უყვარს ჯერ განსაკუთრებით ხანდაზმულ მოსახლეობას და საკმაოდ ინტერესით ათვალიერებს ჩვენს სტენდსა და ჩამოტანილ მასალას. წარვადგენთ იმერეთის რეგიონს და რეგიონის მთავარ ქალაქ ქუთაისს. ჩვენი მიზანია გავაფართოვოთ ჩვენი რეგიონით დაინტერესებული ქვეყნების არეალი. სკანდინავიის ქვეყნები ასევე შედის ჩვენი ინტერესების სფეროში. ქუთაისის აეროპორტი და ჩვენი ქალაქის მზარდი ტურისტული ინფრასტრუქტურა საშუალებას გვაძლევს, რომ ეს კომუნიკაცია მომავალში უფრო მჭიდრო გავხადოთ. საქართველოსადმი ინტერესი რომ უპრეცედენტოა, ამაზე თავად ჰელსინკის გამოფენის სტუმრები საუბრობენ. უცხოელები ქართული ღვინისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ეცნობიან და საქართველოში მოგზაურობას გეგმავენ. საქართველოში დაახლოებით 40 წლის წინ ვიმოგზაურეთ. მაშინ თბილისში ვიყავი. გამოფენაზე გავსინჯე ქართული ღვინო და ძალიან მომწონს. საქართველოში მოგზაურობას კვლავ ვაპირებ. საქართველოში არასდროს ყოფილ ვარ. ძალიან დავინტერესდი თქვენი ქვეყნით, ღვინის რეგიონებით და ვაპირებ ვიმოგზაუროს საქართველოში. ჰელსინკის 4-დღიან საერთაშორისო გამოფენაში 80-ზე მეტი ქვეყნის 1000 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. მათკა 2025-ს 65,000-მდე ვიზიტორი ჰყავს.